წინა გადაცემაში ვახსენე გადაცემა ერთ-ერთი გადაცემის მონაწილე გოგონა, რომელსაც უწოდე სულელი. დღეს მინდა მას ბოდიში მოუხადო, მინდა გითხრათ რომ ის არც სულელია, არც შტერი, არამედ არის ძალიან ჭკვიანი და გარდა იმისა რომ ხსენებულ გადაცემაში კერდი არ ჩვენა, კიდევ ბევრი რამე იცის. მაშასე მერსი სულხანიშვილი სტუდიაში. ძვირფასო მერსი, იმის დასადასტურებლად რომ შენ არ ხარ სულელი, მინდა ასეთ შეკითხვა დაგისვა. მინდა შევეხო ეგზისტენციალისტ ფილოსოფოსებს, რომელი გირჩევნია ჟან-პოლ სარტრი, ჰაიდეგერი თუ კამიუ? აი, რომელი ჯობია? ჩემო ძვირფასო შალვა. სარტრი ზედმეტად პოეტურია. კაიმი ზედმეტად ფილოსოფიური. აი, ჩემო ძვირფასო შალვა კიდე ჰაიდეგერი კი კერკეგერის გავლენას განიცდის. ყველაფერი კარგი იყო, კარგად ვირეპეტირეთ, კერკეგორი უნდა ეთქვა უბრალოდ არ არის. კარგი. გამარჯობა. რა ხდება ახლა ეს რა არის? გამარჯობა. ეს ადგილი ვერ ნახე და საჯდომი და დავჭდები რა. კარგი დაჯექი. ესეთ შეკითხვა. მერსი. რას ვერ აპატიებდი მეგობარს, ესეთ ძალიან ორიგინალური შეკითხვა მინდა დავსვა. ღალატს, გასაგებია. სამშობლო დედის გამახსენდა? რა ხდება რა არის? პროფესორი. კარგი. რა მაინტერესებს ცი? გარდა იმისა, რომ აი ესე დადიხარ, კიდე რა საქმეა? გარდა იმისა, რომ ეს დავდივარ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვარ. ფილოსოფიაში ხო კარგად ვერ ყვევი. ეს ერთი. პროფესიით ვარ მოდი ჟურნალისტი, ბლოგერი და ნუ ტელეწამყვანი ხო ყველა მიცის. გასაგებია. კარგი. ხვა დიდა? და გამახსენდა? დიდია? კარგი. ქუჩაში თუ ცნობენ? იცი რა შეასაქმე? აი ესე ცნობენ. მაგრამ თუ ჩავიცვი, ვერავინ ვერ მცნობს. აი ეს არის უბედურება. მაგრამ სხვა შორის ეს პლუსია. კარგი. გასაგებია. კაი, და ასეთი შეკითხვა, აი რა გიღა შენ ესე აჩენ საკუთარ ღირსებებს, მინიმუმ 2-ს. მინიმუმ 2-ს, ეგ მინიმუმ ჰოსტელში. აი სექსი ნამდვილად ქონია, მაგრამ ქონია თუ არა სექსი ქალთან? შენ რა იცი რომ ქონია? ქონია? შენ რა იცი რომ ქონია? და შეკითხვას გაინტერესებს ქალთან? კი. კი. ზოგს რა ბედი აქვს რა. მოიცა. დამედიხართ ახალგაზრდა. ცეკვავენ ვარსკვლავებში. რატო რა არ მოგეწონათ აქ? აქ ორი სიტყვა გამოიცანე, ეგ თელკროსორს ავსებ ხოლმე. აბა ჰე. საერთოდ რამდენად თულია აი ასეთი ქალის ცხოვრება საქართველოში, აი როცა გულღია ხარ და გულ ახდილი და პირდაპირ აი ესე მიდიხარ და არ იმჩნევ ბარიერებს და დაბკოლებებს მკერდით მიარყო. აი რამდენად თულია ეს? ძალიან მარტივია. მართლა აი რაში გამოიწვია? შენ ხო ევროკავშირისკენ მივიწევთ და აი ესე ამით მივდივართ ევროკავშირისკენ? ეს თუ გვიშველის. ეს თუ გვიშველის, გასაგებია. მე უბრალოდ ნანობ რო გამაკაცებს არ გაგვაჩნია ესეთ საშუალებები, რომ როგორ არ გაგაჩნია? არა, არ გაგვაჩნია. გაგაჩნია. მე ვერ ვიტყოდი. პოლიტიკაში ქალებიც არიან. ქართველი მამაკაცი, პოლიტიკოსი ქართველი მამაკაცი, რომელიც შენ აგაგზნებს. ანუ მამაკაცი, რომელთანაც შენ თანახმა იქნებოდი რაიმე რომანტიულ თავგადასავალს. შანსი არ მაქვს, წავიდა პოლიტიკიდან. არა, მე მგონი მაგრამ მაგარი შანსები გაქვს, იმიტომ რომ ცოლი ჩერდაკში გაუშვა ეხლა და. დედა, რა მითხარი ეს?
ასეთი იყო მერცი სულხანიშვილი და ქალების თემა გრძელდება ძვირფასო ტელემაყურებლებო, გრძელდება მშვენიერი ნადი ზახარიანით, რომელიც იმღერებს ქალთა სქესზე და მათ პრობლემებზე. ხო? თანამედროვე ქალებს საქმროსი არ ცვენია, გუზანოვთან მიდია, ქალწულები ხდებიან, ქალწულები ხდებიან, ქალწულები ხდებიან, გაგიჟებული ქმრები ფანჯრებიდან ხდებიან, როცა მათი ცოლები ბუწიკებში შედიან, ბუწიკებში შედიან, ბუწიკებში შედიან. ვითომ შენი გულისთვის სიყვარულით ნებიან, თავისას მიაღწევენ, მერე უცებრებიან. ჟანდაბაში ქრებიან, ჟანდაბაში ქრებიან. სილიკონი ბოტოქსი თავისად მეშვებიან, ეს გოიმი კაცები ვერაფერს ვერ ხდებიან, ვერაფერს ვერ ხდებიან, მეგობრის პაკლონიკთან რესტორანში ხდებიან.